ეს 30 აპრილია, ქართული ჯარის დღეა. ქართული ჯარი ჩვენი სამშობლოს თავისუფლების მთავარი სიმბოლოა და ის ძალა, რომელიც განაპირობებს ჩვენი ქვეყნის ყოფნას და არ ყოფნას. ამ დღეს ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ბაბუაჩემმა საკუთარი სიცოცხლე შეწირა ჩვენი სამშობლოს ერთიანობას სოხუმში. მეც ჩემი ცხოვრების ყველაზე დაუვიწყარი დღეები გავატარე საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში. ამიტომაც ამ დღეს ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. კი, დღეს ჯარის წინაშე უამრავი გამოწვევა არსებობს, რომლებზეც ჩვენ საკმარისად არ ვსაუბრობთ. იქნება ეს პირადი შემადგენლობის გადინება, იქნება ეს კარიერული არასტაბილურობა თუ სხვა მანკიერებები, რომლებმაც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში იჩინა თავი. მაგრამ ყველა ამ გამოწვევის მიუხედავად, ქართული ჯარი მაინც იყო, არის და იქნება ჩვენი სამშობლოს თავისუფლების მთავარი მცველი. და ამიტომ ამ დღეს ყველა რიგითსა თუ ოფიცერს მე მინდა ვუსურვო ისეთი პოლიტიკური ხელმძღვანელობა გვეღიფსოს, როგორც იქნა, რომელსაც გააზრებული აქვს ჯარის მნიშვნელობა, რომელიც შეძლებს საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების გამკლავებას და ღირსეულად ქართული დროშის დაცვას.